მოგესალმებით კოლეგებო, ვიწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომას, კორუმი გვაქვს. დღის წესრიგით არიგებულია. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი ინიციატივა, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება. ეს არის პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის ინიციატივა თავმდაბლელ ცვლილებებთან ერთად და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პაკეტი შემავალ კანონპროექტებთან ერთად. ორივე დაჩქარებული წესით განიხილება. გთხოვთ რომ დავამტკიცოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიდი მადლობა. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის ინიციატივა პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ცვლილებებთან ერთად. გთხოვთ ბატონ ალექსანდრე. მოგხსენებელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის ინიციატივის წესით შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს პოლიციის სისტემაში ახალი საბაკალავრო პროგრამის შექმნას საპოლიციო მიმართულებით, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია შეიცვლის დასახელებას, გახდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია და მას მიენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს საბაკალავრო პროგრამა. აღნიშნული საბაკალავრო პროგრამის დასახელება იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე. მოგეხსენებათ, რომ 2019 წელს გაუქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა და ჩვენ წარმოდგენილი ცვლილებებით ვაბრუნებთ და ვქმნით ახალ შესაძლებლობას მომავალი პოლიციელებისთვის, იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება მიიღონ კვალიფიციური ასე ვთქვათ, მაღალი განათლება, კარგი განათლება და ჰქონდეთ საშუალება რომ ეფექტურად ემსახურონ ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, ბევრი ასე ვთქვათ, მიმართულებით შედის ცვლილება საქართველოს პოლიციის შესახებ კანონში. პირველ რიგში აღნიშნული პროგრამა იქნება გათვალისწინებული მომავალი პოლიციელებისთვის მხოლოდ და მათ საშუალება ექნებათ, რომ 3 წლის განმავლობაში საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მიიღონ განათლება, როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური საცეცხლე და რა თქმა უნდა სასწავლო პროგრამა გაჯერებული იქნება იმ სამართლებრივი საკითხებით, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე ვთქვათ, პოლიციას უწევს მუშაობა. გარდა ამისა, ის პირები, ვისაც სურვილი ექნებათ, რომ აღნიშნული პროგრამა გაიარონ, გათვალისწინებულია შემდეგი პროცედურები, კერძოდ ისინი გაივლიან ზუსტად იგივე შემოწმებას ჯანმრთელობის კუთხით, ფიზიკური მომზადების კუთხით, სპეციალური შემოწმების კუთხით, რასაც გადიან პოლიციელები. შემდგომ მათ წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ შესაძლებელია მათ გაიარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და მას შემდეგ, რაც ისინი გახდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ასე ვთქვათ, სტუდენტები, უკვე ისინი გახდებიან როგორც პოლიციელები, ჩაირიცხებიან როგორც პოლიციელები, მიენიჭებათ მათ რიგითის უმცროსი სპეციალური წოდება და 3 წლის განმავლობაში გაივლიან იმ კურსს, რაც გათვალისწინებულია ახალი საბაკალავრო პროგრამით. სწავლის პერიოდში სახელმწიფო იღებს სრულ პასუხისმგებლობას მათი სწავლის დაფინანსების, კვებით უზრუნველყოფის, საცხოვრებლით უზრუნველყოფის. გარდა ამისა, ამ აღნიშნულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ სახელმწიფო საიდუმლოებაზე მიიღონ დაშვება და შეისწავლონ ის საგნები, რაც დაკავშირებულია ოპერატიულ სამზარეულო საქმიანობასთან. ხოლო სწავლის დასრულების შემდგომ კანონში გათვალისწინებულია სამინისტროს ვალდებულება დაასაქმოს ეს პირები და უზრუნველყოს მათი კარიერული ზრდა. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალი პოლიციელების მოზიდვას, რომლებიც საბოლოო ჯამში შეძლებენ, რომ ის დასახული ამოცანები, რაც გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს პოლიციას, ეფექტურად შეასრულონ. რაც მთავარია, ეს იქნება უნიკალური პროგრამა და სხვა არც ერთ უნივერსიტეტს მსგავსი პროგრამა არ ექნება და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი აღნიშნული განათლების მიღება. გარდა ამისა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სწავლის პერიოდში სრულად უზრუნველყოთ ყველა იმ საჭიროებით, რაც გათვალისწინებულია თითოეული სტუდენტისთვის, ეს არის კვება, საცხოვრებელი, ფორმით უზრუნველყოფა, ასევე ესე ვთქვათ, ტაქტიკური, ფიზიკური და საცეცხლე მომზადება, ხოლო დასრულების შემდეგ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მათი სისტემაში დასაქმების. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში აღნიშნული პროექტის განხორციელებით პირველ ეტაპზე 2027 წლის სასწავლო წლიდან შევძლებთ მიღებას პირველი სტუდენტების, იმიტომ რომ ეს სრულად ახალი პროგრამა და გადის აკრედიტაციის პროცედურებს განათლების სამინისტროში და
ეტაპობრივად გაიზრდება იმ სტუდენტების რაოდენობა და კურსდამთავრებულების რაოდენობა, რომლებიც ასე ვთქვათ, მიიღებენ აღნიშნულ განათლებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ის სპეციალური პროგრამები და პროფესიული გადამზადების პროგრამები, რომელიც დღეს მოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რა თქმა უნდა, დარჩება და ეს იქნება, ასე ვთქვათ, მეორე მიმართულება და ეს მიმართულებაც იქნება, რაც დაკავშირებულია პროფესიულ მომზადებასთან, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამის გავლასთან, ასევე პარალელურად იარსებებს ეს ორი პროგრამა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ჩვენ სისტემაში კვალიფიციური კადრების მოზიდვას. ეს არის ეს პრინციპების დონეზე, ბატონო თავმჯდომარე, თუ კი რამე კითხვები არსებობს ან მოსაზრებები, სიამოვნებით ვთქვა რომ გიპასუხოთ. კოლეგებო, თუ არის, დიახ ბატონო. მადლობა ბატონო სანდრო, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მეტად საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენ ხარს გიჭერთ ბოლომდე, მე მექნება რამოდენიმე კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის უფრო მეტი ინფორმაცია ასაკობრივი ზღვარი შეიძლება იყოს ეგ-ერთი. ჩარიცხული უკვე სტუდენტი თვის სამხედრო სავალდებულო სამსახური აქვე მისთვის უკვე გავლილად ჩაითვლება თუ არა და ასევე ვისაც დამთავრებული აქვს ბაკალავრის ყოველმოკლეს სასწავლებელი და მას აქვს სურვილი შემდგომ გააგრძელოს თავისი სწავლა საზოგადოებრივ და პოლიციის აკადემიაში აქ როგორ ხდება რომელი კურსიდან კურსზე შეიძლება იყოს თავიდან იწყებს თუ რა პროცედურები იქნება ეს მაინტერესებს. მადლობა. საინტერესოა ეს საბაკალავრო პროგრამა, რა თქმა უნდა, მას სპეციალობა მიენიჭება. სამართალმცოდნის სპეციალობას იქნება ეს, თუ რა სპეციალობით იქნება საინტერესოა. ალბათ. გამარჯობათ. მაინტერესებს ეს კონკრეტული ცვლილება ზოგადად განათლების მიმართულებით რა რეფორმაც არის დაგეგმილი, იმისი გამოძახილია, იმის ნაწილია თუ ამაზე ადრე მუშაობდით და რამ განაპირობა ამ მიმართულებით ეს ინიციატივა. დიდი მადლობა. მეცდები რომ თითოეულ კითხვას დეტალურად უპასუხო, ბატონო ალიკოს შეკითხვებით დავიწყებ. რაც შეეხება ასაკს, ეს არის ყველა ეს ადამიანი, ვინც დაასრულა სასკოლო განათლება და ამის შემდგომ ზოგადად ნებისმიერ უმაღლესში რაც არის მიღების ასაკი, იგივე სისტემა იმოქმედებს ამ შემთხვევაშიც, თუმცა ჩვენ კანონში გვაქვს ჩადებული, რომ ჯერ გადის იმ შემოწმებას, რაც გათვალისწინებულია პოლიციერისთვის, კერძოდ ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ფიზიკური ნორმატივები, სპეციალური შემოწმება, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი სამსახურები წინასწარ სწავლობენ კონკრეტულ კავშირებს და ასე შემდეგ იმისათვის, რომ ამ ადამიანის სისტემაში მიღება არ იყოს, ასე ვთქვათ, ეს უკუნაჩვენები და ამის შემდგომ უკვე ხდება გათვალისწინებული ეროვნული გამოცდების კომპონენტი და შემდგომ ჩარიცხვა პოლიციის აკადემიაში და ჩარიცხვისთანავე ზედაზღვარი რაც არის უმაღლეს განათლებში კანონით გათვალისწინებული, იგივე გავრცელდება, თუმცა მოგეხსენებათ ბატონო ალეკო, რომ ჩვენ შემთხვევაში, პოლიციის შემთხვევაში ეს სრული ასაკები განსხვავებული იქნება, ვინაიდან გარკვეული სრული ასაკი გათვალისწინებულია პოლიციერისთვის, რომლის ზემოთაც უკვე სისტემაში მსახურება აღარ არსებობს. უფრო მეტად აქცენტი გაკეთება ახალგაზრდებზე, ახალ სკოლა დამთავრებულებზე, ასევე თქვენ მძანეთ, რომ ვისაც ბაკალავრიატის დიპლომი აქვს, თუ ექნება საშუალება, რომ ეს პროგრამაც გაიაროს, რა თქმა უნდა, აქ შეზღუდვა არ არის, ოღონდ გაივლის იმ პროცედურებით, რაც წეგან ახსენი, შესაბამისად სტანდარტულად იგივე, ასე ვთქვათ, პროცედურების გავლა მოუწევს იმისათვის, რომ გახდეს პოლიციის აკადემიის კურსანტი. რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურს, მოგეხსენებათ, რომ პოლიციაში სამსახური ითვალისწინებს გადავადებას, გათავისუფლების საფუძველი ეს არ არის და ანალოგიური, ასე ვთქვათ, სისტემა გავრცელდება ამ შემთხვევაშიც. ჩვენ ვინაიდან ვიღებთ ვალდებულებას, რომ დავასაქმოთ კურსდამთავრებული, შესაბამისად, სანამდე იქნება პოლიციის რიგებში მას სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხება, ხოლო თუ კი დატოვეს პოლიციის რიგებს, ბუნებრივია და აქვს მას ის ასაკი, რაც გათვალისწინებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის, მოუწევს გავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის.
ბატონი თენგიზის შეკითხვა რაც შეეხებოდა პროფესიას, სამართალწოდების პროფესია არ იქნება, ეს იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის თვალსაჩინო 1032-ია კოდი, რომელთაც ხდება გარის გათვალისწინებული. არც ერთ უმაღლეს სასწავლებლებს ეს კოდი დღეს არ აქვს და ჩვენ პირველად ვაკეთებთ ასე ვთქვათ ამ საბაკალავრო პროგრამას. თუმცა რა თქმა უნდა აქ შევა როგორც იურიდიული საგნები, ასევე საპოლიციო მიმართულება, ასევე შევა ტაქტიკური საცეცხლე და საცეცხლე მომზადება და საბოლოო ჯამში უკვე მერე შემდგომში კონკრეტული უნივერსიტეტებს შეიძლება ქონდეთ წინაპირობად, თქვათ მაგალითად შეიძლება რომელიმე უნივერსიტეტმა მიიღოს ესეთი სტუდენტები, ვისაც ექნება აღნიშნული პროფესია და თქვათ გაატაროს მაგისტრატურა, ვის შესაძლოა გაიაროს მაგისტრატურა მაგალითად სამართალმცოდნეობაში ან კონკრეტულ მიმართულებაში. აქაც ეს კომპონენტი შეიძლება იარსებოს. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ჩვენი სამიზნე არის ის ახალგაზრდები, ვისაც სურთ პოლიციაში მსახურება, ვისაც სურთ რომ საკუთარი კარიერა დაუკავშირონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისად მათ სრულად ვაძლევთ საშუალებას, რომ ფაქტიურად დანახარჯი ოჯახს და ამ ახალგაზრდას არანაირი არ ექნება, სახელმწიფო იღებს თავის თავზე სრულ ხარჯებს, რაც დაკავშირებულია მათ სწავლასთან, საცხოვრებლად უზრუნველყოფასთან, კვებასთან, ფორმით უზრუნველყოფასთან და დასრულების შემდეგ თუ კი წარმატებით დაასრულებენ, მათ მიენიჭებათ ლეიტენანტის წოდება და გააგრძელებენ სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ჩვენი მოლოდინი რაც არის და ალბათ დამერწმუნებით რომ ეს სისტემა მთლიანად გააჯანსაღებს და მნიშვნელოვან ახალ სისხლს შემოიტანს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდები, რომელსაც ასე ვთქვათ ძალიან მაღალი და კარგი განათლება ექნებათ საპოლიციო საქმის, მით უმეტეს ჩვენ გვინდა რომ ამ პროგრამის ფარგლებში ძალიან დიდი კომპონენტი დავუთმოთ პრაქტიკულ საქმიანობას, ვინაიდან აღნიშნული სტუდენტები არიან პოლიციის შემადგენლობაში და ითვლებიან პოლიციელებად, ჩვენ ბევრი შესაძლებლობა გვაქვს რომ ის მათი რესურსი გამოვიყენოთ, ასე რომ საბოლოო ჯამში 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაღალი კვალიფიკაციის ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდები შემოუერთდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს. ბატონი გიგას კითხვა იყო, რამდენად შეესაბამება ეს ჩვენს ასე ვთქვათ სტრატეგიას. რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაშია, ეს არ არის ახალი უმაღლესის ასე ვთქვათ შექმნის მიმართულება, რაც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რჩება იმავე სტატუსით, თუმცა ენიჭება მას ახალი საბაკალავრო პროგრამის განხორციელების უფლება, სპეციალიზირებული მხოლოდ პოლიციელებისთვის, ისეთივე როგორიც აქვს თავდაცვის სამინისტროს, როგორც არის სპორტული სასწავლებელი, როგორც არის სახელმწიფო და ასე ვთქვათ სხვა სპეციალური მიმართულებები, ანალოგიურ ასე ვთქვათ კატეგორიაში იქნება განხილული აღნიშნული სასწავლებელი. ასე რომ აქ ჩვენ აცდენა იმ დიდ მიზანთან და იმ დიდ სტრატეგიასთან, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა, ნამდვილად არ გვაქვს. ბატონ ალექსანდრე, დანა ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც არის. დიახ, გავსვათ და შემდეგ მოგცემ საშუალებას რა თქმა უნდა დავსდებისთვის. რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გარკვეულ თანამდებობებზე და გარკვეული წოდების მინიჭება არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი. და გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესი განათლების დიპლომი იქნება ამ შემთხვევაში გაცემული, შესაბამისად პოლიციელებსაც სხვა მაღალი პოზიციების დაკავება შეეძლებათ, ხო? და აღარ იქნება თქვა კიდევ დამატებითი უნივერსიტეტებში ჩაბარების და იქიდან აღებული დიპლომის საფუძველზე წოდების მიღების შესაძლებლობა. იქნება თუ არა ესე კიდევ ბატონ მარჩილ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში პირი მიიღება 18 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს სრული ზოგადი განათლება მიღებული, თუმცა იმისათვის რომ კარიერულ ზრდას მიაღწიოს, მაგალითად დაკავშირებული მენეჯერულ პოზიციაზე მის გადანაცვლებასთან, დაკავშირებულია თქვათ ისეთი წოდების მიღებასთან, როგორც არის მაგალითად მაიორი და შემდგომი წოდებები, აქ სავალდებულო პირობად გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების არსებობა. ასევე გამომძიებლებისთვის პირდაპირ არის მითითებული კანონში, რომ სამართლებრივ აქტებში, რომ აუცილებელია კონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება.
შესაბამისად პოლიციელებს, რომლებიც ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ კარიერას უკავშირებენ პოლიციას, მათ შემთხვევაში იქნება ძალიან კარგი საშუალება, რომ თავიდანვე მიიღონ უმაღლესი განათლება, თან სრულად იყვნენ ჩართული საპოლიციო საქმიანობაში და შემდგომ მათ კარიერაში ის დაბრკოლება, რომელიც ასე ვთქვათ, აქამდე შეიძლება არსებობდა, ფაქტიურად მოხსნილი იქნება და მათ ექნებათ საშუალება, რომ მიიღონ ის განათლება და ფიზიკური მომზადება და ტაქტიკური მომზადება, რომელიც შემდგომ საქმიანობაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის ამოქმედების და მისი პრაქტიკაში განხორციელების შემდგომ ძალიან ბევრი აღნიშნული საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დაიკავოს მაღალი მენეჯერული პოზიციები შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ასე რომ ჩვენ ეს მოლოდინი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ პრაქტიკაში მისი აღსრულება ზუსტად ამ შედეგებს გაამართლებს. ანუ ჩემი შეკითხვა შეეხებოდა გასაგებია სტრატეგიის ნაწილი, ეს კონკრეტული ცვლილება უკვე რაც დაინიცირდა ზოგადად განათლების მიმართულებით რეფორმის ამის გამოძახილია თუ თქვენ ამ კონკრეტულ ინიციატივაზე უკვე დიდი ხანია მუშაობთ და ეს მაინც იქნებოდა თქვენი მხრიდან ინიცირებული. დიახ, ანუ ეს არის ნაწილი ზუსტად იმ დიდი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის, რომელიც შემუშავდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ ეს იქნება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საბაკალავრო პროგრამა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის მიმართულებით. ისეთივე, როგორიც აქვს თავდაცვის სამინისტროს, ისეთივე, როგორიც აქვს მაგალითად სახელმწიფო დაწესებულებებს და ასე შემდეგ. მადლობა. პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო პოზიცია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. დიდი მადლობა ბატონო სანდრო ამ საკითხის მოხსენებისთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს უახლეს ისტორიაში თავისმოხვეული გადაწყვეტილება, როგორც უსაფრთხოების სამსახურში აკადემიის, ასევე პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროში აკადემიის გაუქმება. მაშინაც ძალიან კარგად ხვდებოდით, ასე მსახურებოდა ყველაფერი ეს. თუ სადმე არის წარმატებული ქვეყნები, ყველგან არსებობს პოლიციის აკადემიაც და უსაფრთხოების შესაბამისი უმაღლესი დაწესებულებაც. როგორც მინიმუმ, ეს იმას ნიშნავს, გარდა იმისა, რომ პროფესიონალი ადამიანები გაიზრდებიან და პოლიციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და მათ შორის უსაფრთხოების სამსახურშიც, ამას გარდა ამ ყველაფერში დევს ის, რომ იდეოლოგიურად იზრდება ის ახალგაზრდა, რომელიც გარდა ფიზიკური მომზადებისა და პროფესიონალიზმისა, სწავლობს იმას, რაც ნიშნავს ქვეყნის სიყვარული, საზოგადოებისთვის მსახურება და ასე შემდგომ. და აი ასეთი ახალგაზრდები შემდგომ უნებრივად უფრო კარგად ემსახურებიან ქვეყანას, საზოგადოებას და აი ეს არ უნდა და ბუნებრივია ხა სწორედ იმ უცხოურ ძალას, ვისაც ახლა ჩვენ ესე ღიად უკვე ვსაუბრობთ. და ძალიან კარგია, რომ ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში და ბუნებრივია ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ამას მხარს დაუჭერს, ხალხის ძალა და რა თქმა უნდა, ყველა ის რეფორმა, რომელიც ამის შემდგომაც იქნება, მიმართული იქნება სწორედ იქეთკენ, რომ ახალგაზრდას მხოლოდ პოლიციაში სამსახური კი არ უნდა რომ მივიდეს და მე იქ გადამზადების კურსები იყო თვალსები 3 თუ 6 თვიანი და მხოლოდ ამით შემოიფარგლოს. არამედ იმით, რომ და როგორც ბატონო მარჩილმა თქვა, ხა თუ არ ქონდა ახალგაზრდას, ან საიდან ექნება თუ 18-19 წლისამ დაიწყო პოლიციაში მუშაობა უმაღლეს განათლება, მე ვეღარ ვითარდებოდა ზემდგომ საფეხურებში, რაც ასევე მნიშვნელოვანია თქვენს დამეხმარებით შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამიტომ ეს ყველაფერი ხელშეუწყობს ახალგაზრდების სწორად განვითარებას და ჩვენი კოლეგის კითხვა იყო და ეს მეც ვიცი რომ ისედაც გადაწყვეტილად იყო მიჩნეული რომ ეს საკითხი უნდა დამდგარიყო, უბრალოდ კარგად დაემთხვა განათლების რეფორმა და ბუნებრივია თანხმედრაში მოვა ხა ამ განათლების რეფორმასთან, თორემ ისე ზოგადად ბუნებრივია რომ ის არასწორი გადაწყვეტილება რაც თავს მოხვეული იყო, ეხლა უნდა აღდგეს. მადლობა. ბატონ სანდრო, მადლობა პირველ ყოვლისა ამ ინიციატივის წარმოდგენისთვის, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, მით უმეტეს როცა საქმე ეხება პოლიციელთა პროფესიულ განვითარებას, მათ პროფესიულ ზრდას. დარწმუნებული ვარ, ახლა ბევრი მოქმედი პოლიციელი გვადევნებს თვალს და უსმენს ამ განხილვას და ერთი ესეთი კითხვა გაჩნდა, პრინციპში დამაზუსტებელი კითხვა არის თავისი არსით.
თქვენ წეგან ახსენებდით, რომ არის გარკვეული ჭერი განსაზღვრული, წოდებრივი მათ შორის, რომლის მიღმაც თუ კი არ არის უმაღლესი განათლების მქონე პირი, ვეღარ, ასე ვთქვათ, აგრძელებს პროფესიულ კარიერულ განვითარებას. პირობითად რომ ავიღოთ პოლიციის კაპიტანი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება, ხომ? და გადაწყვეტს, რომ ესე იგი ჩააბაროს აღნიშნულ საბაკალავრო პროგრამაზე. ამ შემთხვევაში როგორ წარიმართება მისი საომალო პროფესიული საქმიანობა, გულისხმობ, ანუ მას მოუწევს, რომ შეწყვიტოს პოლიციაში მუშაობა, ასე ვთქვათ, პირდაპირ მნიშვნელობით და გადაერთოს მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო პროცესზე, თუ გათვალისწინებული გაქვთ გარკვეული შეთავსების შესაძლებლობაც, ეს ერთი და მეორე. იმ შემთხვევაში, როცა უკვე მოქმედ პოლიციის თანამშრომელზეა ლაპარაკი, არის თუ არა გათვალისწინებული, ან თუ გათვალისწინებული არ არის, ხომ არ იქნებოდა უპრიანი გარკვეული საშეღავათო პირობების შემოღება მათთვის, რომ ესე იგი უფრო მარტივი პროცედურის საფუძველზე ჩაირიცხონ ისინი აღნიშნულ საბაკალავრო პროგრამაზე. მადლობთ. დიდი მადლობა. ბატონო გურამ, გიდასტურებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა ცვლილებები, ბატონი მინისტრის პირადი ინიციატივა იყო, ნამდვილად ეს ასე ვთქვათ საბაკალავრო პროგრამის შექმნა ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ჩვენ ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან, მოძიებული იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, მოძიებული იქნა ის სასწავლო პროგრამები, რომელიც მსგავს უნივერსიტეტებში და მსგავს სასწავლებლებში ხორციელდება და ჩვენ შესაბამისად წარმოვადგინეთ უკვე ის ხედვა, რომელიც დღეს საქართველოს კანონ პროექტის სახით არის შემუშავებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხედვა ნამდვილად არის ის, რომ სისტემაში შემოვიდეს ახალი, კვალიფიციური, კარგად მომზადებული, თავის საქმეზე შეყვარებული და პროფესიონალი კადრები, რომლებიც საკუთარ კარიერას სრულად დაუკავშირებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სწორედ ამიტომ ჩაიდო საკანონმდებლო პაკეტში ინიციატივა, რომ ჩარიცხვისთანავე ისინი ხდებიან პოლიციელები, 3 წლიანი სწავლების პერიოდი მათ ეთულებათ სამსახურებრივ დამსახურებაში და დასრულების შემდეგ ენიჭებათ ლეიტენანტის წოდება და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ გააგრძელოს, რომ დაასაქმოს ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. რაც შეეხება ბატონი თორნიკეს შეკითხვას მოქმედ პოლიციელებთან მიმართებაში, ბატონ თორნიკე, ცალკე ესე ვთქვათ რეგულაციები მოქმედი პოლიციელებისთვის გათვალისწინებული არ არის. მათ ერთი რაც გათვალისწინებული არის ის, რომ აკადემიაში სწავლის პერიოდში მათ საპოლიციო დამსახურების წლები ეთვლებათ, შესაბამისად ანუ დანაკარგი და ის არ იქნება მათ შემთხვევაში, მაგრამ სახელფასო ასე ვთქვათ ბადის შენარჩუნება, ასევე ის რომ მათ რაღაცა შეთავსების საშუალება ჰქონდეთ, ძალიან გაუჭირდებათ იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს ფაქტიურად სასწავლო დღეების განმავლობაში და ღამის განმავლობაშიც აკადემიის ტერიტორიაზე სავალდებულო ყოფნას, იმიტომ რომ მთელი დღე გაწერილია, მათი იქნება გაწერილი, დაწყებული დილიდან, ასე ვთქვათ, მთელი დღის განმავლობაში ძალიან აქტიური სასწავლო პროცესი იქნება, შესაბამისად შეთავსება სხვა საქმიანობასთან ძალიან გაჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იმ შედეგზე ვერ გავალთ, რა შედეგიც გვინდა რომ მივიღოთ. თუმცა ადამიანებისთვის, ვისაც სურს რომ დაუკავშიროს საკუთარი კარიერა პოლიციას, ეს კურსი იქნება იმის საშუალება, რომ მათ ძალიან მაღალი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე განათლება მიიღონ ჩვენ სისტემაში, ფიზიკური მომზადება გაიარონ და სხვადასხვა იმ საგნებს ეზიარონ, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში მათ დასჭირდებათ, ხოლო ჩემი აზრით საინტერესო იქნება მოქმედი პოლიციელებისთვის, ვინაიდან ის 3 წელი, რასაც ისწავლიან, მათ არ დაეკარგებათ საერთო დამსახურებაში და უფრო ასე ვთქვათ მომზადებული და მოტივირებულები შეძლებენ რომ გააგრძელონ საქმიანობა. ასე რომ შეზღუდვა არ არის მათთვის, თუმცა ის რომ თან იმუშაონ და თან ისწავლონ, ეს ფიზიკურად იმ სასწავლო დისციპლინებისგან გამომდინარე ძალიან გაჭირდება. ჩემი აზრით ესეთი მდგომარეობა, თუმცა რა თქმა უნდა არის გამონაკლისები. ხო,
ხო, ეს უკვე ministris ბრძანებით განისაზღვრება, ბატონო თორნიკე არის მაგის მოქნილობა საკანონმდებლო ინიციატივაში და შევხედოთ, კოლეგებო, კიდევ ერთი საკითხი და ბატონო ალექსანდრე, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გქონდა არაერთი სამუშაო შეხვედრაც გავმართეთ, მათ შორის განათლების კომიტეტთან ერთად და განათლების კომიტეტზე გამოითქვა კიდეც შენიშვნა, რომელსაც თქვენ დაეთანხმეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყო შესაძლებლობა, რასაც ბატონი გურამის ბრძანებდა, რომ მსგავსი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიქმნას და განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, სადაც საბაკალავრო პროგრამა, სამწვრთნელი საბაკალავრო პროგრამა იქნება განსაზღვრული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემთხვევაში სამაგისტრო პროგრამა, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა იყოს გათვალისწინებული, რასთან დაკავშირებითაც ცვლილებები ასახულის გვაქვს კანონპროექტში და შეგვიძლია რომ თქვენი თანხმობის შემთხვევაში რა თქმა უნდა რომ გავაგზავნოთ უკვე გამოცდომაზე განსახილვად და მნიშვნელოვანია რომ როგორც საპოლიციო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყავდეს კვალიფიციური კადრები, ანალოგიურად სჭირდება სახელმწიფო უსაფრთხოებასაც კვალიფიციური კადრები, ისეთვის რომ ისევ და ისევ იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანაში როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ასევე ზოგადად უსაფრთხოების სტანდარტი იყოს უმაღლეს დონეზე დაცული არის, მაგრამ კიდევ უფრო მეტი არის საჭირო, იმიტომ რომ თანამედროვე მსოფლიოში კიდევ მეტად გამოწვევები იზრდება განსაკუთრებით იმ რეგიონში ჩვენი სამშობლო არის და შესაბამის სრულებებსაც თქმა უნდა თუ თქვენს დაეთანხმებით მნიშვნელოვანი იქნება რომ ერთდროულად პარალელურად იყოს განსაზღვრული, ხოლო ამ მოქმედების ვადებს რაც შეეხება მეორე მოსამართლეზე შეგვიძლია მე ეს ნაწილები უკვე დავაზუსტოთ. აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო არჩილ და დავეთანხმებით თქვენს შემოთავაზებას. განათლების კომიტეტზეც იყო აღნიშნულ საკითხზე საუბარი და ჩვენ რა თქმა უნდა სრული მზაობა და თანხმობა გვაქვს იმისათვის რომ აღნიშნულ კანონპროექტთან ერთად დამატებით ესე ვთქვათ განხილული იქნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის სამაგისტრო პროგრამის შექმნის საკითხი, შესაბამისად ვიზიარებთ ამ შემოთავაზებას და უკვე შემდგომ საკანონმდებლო განხილვების დროს შეგვიძლია რომ ერთობლივად განვიხილოთ ორივე საკითხი და ერთ პაკეტად იქნეს მიღებული აღნიშნული ცვლილებები, რაც ერთობლიობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისცემს საშუალებას, რომ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით შეავსონ საკუთარი რიგები. თან მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ზუსტად საკომიტეტო განხილვის მიმდინარეობისას და არაერთხელ საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროსაც მასაც არაერთხელ აქვს გაცხადებული რომ თუ რა შეიძლებოდა რომ როგორ შეიძლებოდა რომ დაეზიანებინათ უსაფრთხოების სამსახური და ზოგადად სისტემა, ეს იყო რომ აკადემია გაუქმდა და მის საპირწონედ არაფერი აღარ შექმნა მიუხედავად იმისა რომ ეხლა არსებობს ცენტრი სადაც თანამშრომლები გადამზადებას გადიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთი არა რამდენიმე თვიანი გადამზადება და მეორე სრული სამაგისტრო კურსის გავლა და შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ექნება შესაძლებლობა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საბაკალავრო, უკაცრავად სამაგისტრო პროგრამა დანერგოს არ არის, საბაკალავრო იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო სამაგისტრო იქნება უსაფრთხოების სამსახურის აკადემიაში. და ამით იქნება შესაძლებელი რომ მათ შორის რასაც ბრძანებთ თქვენ რომ ის ერთ-ერთი კონკრეტული კოდი რომელიც NCAS კოდების სახელით არის ცნობილი იყოს უკვე საკანონმდებლო და მათ შორის პრაქტიკაშიც გამოყენებული და დანერგილი. კარგით კოლეგებო, თუ სხვა კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ გახლავთ, მაშინ ბატონ ალექსანდრე, თქვენ ხო გახსოვთ 100 მითი სიტყვა? არა, მადლობა იმ ხარდაჭერის ასე ვთქვათ განცხადებებისთვის და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და ჩვენი გუნდი ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს სრული ხარდაჭერა ჰქონდეს ჩვენგან, როგორც სოციალურ პაკეტის თვალსაზრისით, ასევე საგანმანათლებლო ნაწილში და თუ გვერდში დგომა რამით შეგვიძლია ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ და კიდევ ერთხელ თითოეულ პოლიციელს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, პროკურორს, უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებს არ მინდა რომ ვინმე გამორჩეს ყოველდღიური მათი გაწეული საქმიანობისთვის გადავუხდით მადლობას და რა თქმა უნდა მათ ოჯახის წევრებთან ერთად, იმიტომ რომ ისინიც ემსახურებიან თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად სამშობლოს. მადლობა. ბატონ თორნიკე, გთხოვთ შემდეგ საკითხი ჩემი გამოსატანი.
კოლეგებო, განვაგრძოთ კომიტეტის სხდომა. დღის ეს რიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს და ამავე საკანონმდებლო პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს განვიხილავთ პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით წამყვანი კომიტეტის ფორმატში. მოხსენებელი გახლავთ ბატონი არჩილ გორდულაძე და ბატონო არჩილ, გთხოვთ რომ მოგახსენოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე. მადლობა ბატონო სტომის თავმჯდომარე, კოლეგებო, პირველი მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ ცვლილებებს, რომელიც ეხება შეკრებებს და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, ხოლო დარჩენი კანონპროექტები მხოლოდ და მხოლოდ გამომდინარეებია საკანონმდებლო ტექნიკის გათვალისწინებით. დავიწყოთ საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლი არეგულირებს შეკრების თავისუფლებას და კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონის მეორე პუნქტში პირდაპირ მითითებულია, რომ კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადვილად იმართება. შეკრების და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი დარეგულირებულია მხოლოდ და მხოლოდ ტრანსპორტის გადაადგილების ადგილზე შეკრების და მანიფესტაციის საკითხების რეგულირება და მნიშვნელოვანია, რომ როგორც ტრანსპორტის, ისევე ხალხის სამოძრაო ადგილთან დაკავშირებული რეგულირებები არსებობდეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს არასპონტანური, არამედ წინასწარ დაგეგმილი დაორგანიზებული აქციები და ჩვენ ხედავთ, რომ ერთი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში რამდენიმე ათეული თუ ხანდახან ასეული ადამიანი პირდაპირ ძალადობს მილიონ ნახევარზე მეტ ადამიანზე თბილისის მოსახლეობაზე, მათ შორის სხვადასხვა ქალაქებშიც და უმნიშვნელოვანესია, რომ დაცული იყოს ბალანსი ერთი მხრივ მანიფესტაციის უფლებასა და მეორე მხრივ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს შორის. მოგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ უმსჯელია შეკრებების და მანიფესტაციებთან დაკავშირებით. პლენუმის განმარტების თანახმად, რა თქმა უნდა, შეკრება და მანიფესტაცია ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ამ უფლების გამოვლენა ხშირად კონფლიქტში მოდის სხვათა უფლებებთან, საზოგადოების ინტერესებთან, როგორიცაა საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და ასე შემდეგ. ასეთი კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიცაა, რომ ჩაერიოს სხვათა უფლებების დასაცავად. საკონსტიტუციო სასამართლოსვე განმარტებული აქვს, რომ შეკრების უფლება მართალია მოიცავს შეკრების შინაარსის, დროის, ადგილისა და ფორმის არჩევის თავისუფლებას, თუმცა შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების დრო, ადგილი და ფორმა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად. ამავდროულად შესაძლებელია, რომ განსხვავებული იყოს ამ შეკრების და დემონსტრაციის კონსტიტუციური დასვის ხარისხის და იგი შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის შეზღუდვას დაექვემდებაროს. ამავე საკითხთან დაკავშირებით მსჯელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სტრასბურგის სასამართლოს და მას პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების მიერ ყოველდღიური ცხოვრების რიტმის განზრახ სერიოზული დარღვევა და სხვათა კანონიერ საქმიანობაში სერიოზული ხელშეშლა, როცა ასეთი დარღვევა და ხელშეშლა მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ მასშტაბს, რასაც შეკრების თავისუფლებით დასაშვებით ფარგლებით სარგებლობა გამოიწვევდა, სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად გასაკითხმედებად უნდა შეფასდეს და ასეთი ჩადენის შემთხვევაში შესაძლებელია გამართლებული იყოს სანქციის, მათ შორის სისხლისამართლებრივი ბუნების სანქციის დაწესება და აღნიშნული საკითხი აქვს დამსჯელი გიორგი მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. შეგახსენებთ, ეს საქმე საქართველოს გამარჯვებით და გიორგი მაქარაშვილის და სხვების დამარცხებით დასრულდა და კიდევ ბევრჯერ დამარცხდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მართულები არიან და პირდაპირ დავალების შემსრულებლები არიან სამწუხაროდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული განმარტებების საწინააღმდეგოდ ამჟამად ხედავთ, რომ მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ერთი მხრივ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებას და მეორე მხრივ სხვათა უფლებების დაცვას ეფექტიანად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი იყოს დაცული 21 მუხლით გათვალისწინებული უფლების განხორციელებასა და კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის სხვა უფლების დაცვას შორის და ეს ბალანსი უნდა იყოს ეფექტურად უზრუნველყოფილი. სწორედ ამ მიზნით გთავაზობთ ცვლილებებს, რომელიც დარიგებულია და საზოგადოებისთვისაც ცნობილია, რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, სპონტანური ან არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს, როგორც ეხლა აქვს ვალდებულება, რომ წინასწარ გააფრთხილოს მუნიციპალური ორგანოები, ექნება ვალდებულება, რომ ამჯერად გააფრთხილოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს გააფრთხილების აუცილებლობა კონსტიტუციითვე გათვალისწინებულია. ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება, რაც აქამდე მუნიციპალიტეტს ჰქონდა, რომ 3 დღის ვადაში იმსჯელოს კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას, ან კონკრეტული სვლაგეზით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ხომ არ ლახავს სხვა პირთა უფლებებს, სხვა საწარმოების დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას ხელს ხომ არ უშლის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას და მხოლოდ ამ შემთხვევაში ისევ და ისევ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციური ტესტიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება და შესთავაზოს სხვა ალტერნატიული დრო ან სხვა ალტერნატიული ადგილი, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია შესაძლებელია რომ ჩატარდეს. თუ პირები ამ შეთავაზებას შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებას არ დათანხმდებიან და მაინც შეიკრიბებიან იმავე ადგილას, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა, რომ არ შეკრებილი იყვნენ ისევ და ისევ, რომ უზრუნველყოფილი იყოს სხვათა უფლებების განუხრელი დაცვა, ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია იგივენაირად, რაც ბოლო ცვლილებების დროს საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ეს არის 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის სახით, ხოლო განმეორების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა სისხლისამართლებრივი წესით 1 წლამდე ვადით. იმ შემთხვევაში, თუ გაფრთხილების მიღების შემდეგ ეს საკითხი ეხება, როდესაც არასპონტანური არის აქცია, ხოლო სპონტანური აქციის შემთხვევაშიც მოქმედი კანონმდებლობაც ითვალისწინებს, როგორც ეს 2023 წლის საკონსტიტუციო გადაწყვეტილების აღსრულების დროს საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა, რომ გაფრთხილება მაინც აუცილებელია გონებრივ ფარგლებში, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია გაფრთხილების მომენტში არ არღვევდა სხვათა უფლებებს, მაგრამ უფლებების დარღვევაში გადაიზარდა უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის პრაქტიკაში განხორციელება, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილებს აღნიშნულ პირებს და ეთქვის, რომ შეწყვიტონ აღნიშნული რომ მათი აქცია სხვათა უფლებებს ლახავს და რა თქმა უნდა მათი აქციის შეწყვეტა არ მოხდება, მაგრამ პირები დაექვემდებარებიან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ამავდროულად ცვლილებები ხორციელდება შესაბამის მუხლებში, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები გზას გადაკეტავენ მასობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გააფრთხილებს, მისცემს 15 წუთს იმისათვის, რომ აღკვეთონ კანონდარღვევა, ხოლო თუ 15 წუთის განმავლობაში კანონდარღვევა არ აღიკვეთება, ანუ სავალი გზა არ გათავისუფლდება, აქციის თითოეული მონაწილე მთლიანად აქცია ჩაითვლება კანონგარეშეთ და შესაბამისად მიღებული იქნება გადაწყვეტილება ამ აქციის შეწყვეტის თაობაზე და აქციის მონაწილეს, თითოეულ მონაწილეს დაუდგება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რაც არის ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ან სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა
ერთ წლამდე ვადით, ხოლო ის პირები, რომლებიც არამასობრივად გადაკეტავენ გზას და გადავლენ სავალ ნაწილზე, მხოლოდ ეს პირები დაექვემდებარებიან შესაბამის პასუხისმგებლობას, ხოლო აქციის სხვა მონაწილეები, რომლებიც არ ბლოკავენ ან ტრანსპორტის სავალ გზას, ან ხალხთა გადაადგილებას არ აფერხებენ, ან სხვათა უფლებებს არ ლახავენ, რა თქმა უნდა, მათ არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ და კანონის დაცვით შეეძლებათ, რომ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც გახლავთ წარმოდგენილი, რომელთა მთავარი მიზანი არის, რომ ზუსტად რაც ცვლილებები ვივიღეთ სულ ამ ცოტა ხნის წინ და რამაც იმუშავა და იმოქმედა, რომ აღარ არის პრაქტიკაში ნაკლებად ხდება ყოველ შემთხვევაში ტრანსპორტის სავალი გზის ხელოვნურად გადაკეტვები, მაგრამ გარედან დაფინანსებულმა და ორგანიზებულმა პირებმა ნახეს ახალი გამოსავალი კანონის მოქმედი რედაქციიდან, ისინი მანიფესტაციას ატარებენ სპეციალურად ისეთ წვრილ ქუჩებზე, სადაც პირდაპირ არღვევენ სხვათა უფლებებს, იქნება ეს საწარმოების ნორმალური და გამართული საქმიანობა, თუ ადგილობრივი მაცხოვრებლების სიმშვიდის უზრუნველყოფა, თუ სხვა ადამიანების გადაადგილება, მათ შორის ხანდაზმული ადამიანების გადაადგილება, შეშემო პირების ბავშვების გადაადგილება და ამით ლახავენ სხვათა უფლებებსაც. შესაბამისად, მათ მოუწევთ, რომ წინასწარ გააფრთხილონ შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუ სადატარებენ შეკრებას ან მანიფესტაციას და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვათა უფლებების დარღვევა იქნება სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხე იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ შესთავაზებს ალტერნატიულ სლაგეს ან ალტერნატიულ ადგილს შეკრების ან მანიფესტაციის ჩასატარებლად. ამით უზრუნველყოფილი იქნება ერთი მხრივ, როგორც კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების შეკრების და მანიფესტაციის განხორციელება, ასევე მეორე მხრივ სხვათა უფლებების განუხრელი დაცვა. ითხოვის შემთხვევაში მზად ვარ, რომ უპასუხოთ თემას. კი ბატონო, კოლეგებო, კითხვები, მოსაზრებები. ბატონო გიგა, გისმენთ. ამ შემთხვევაში კითხვა არ მიქნება, უბრალოდ მოკლე შეფასებას გავაკეთებ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც დაჩქარებული წესით არის შემოსული. და ალბათ საზოგადოებისთვის ცხადია, თუ რას მსახურება ეს კონკრეტული ცვლილებები იმ პროტესტის ფონზე, რაც შარშან ბრისტვლიდან დაიწყო. ეს კანონპროექტი წარმოდგენილი ცვლილების პაკეტი ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციით განსაზღვრულ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას და ის არგუმენტაცია, რაზეც არის საუბარი თუნდაც განმარტებით ბარათში, ევროპულ სასამართლოზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე შეიძლება ითქვას, რომ არის ფასადური და იმსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ მოხდეს საპოლიციო რეჟიმის გამყარება, გამტკიცება. და ამ კონკრეტული ცვლილებებით პოლიციას აქვს უფლებამოსილება თავად განსაზღვროს სად, როდის, როგორ მოხდეს, ასე ვთქვათ, საპროტესტო აქციის, მანიფესტაციის ჩატარება. მნიშვნელოვანი რაც შეეხება ამ კონკრეტული ცვლილებებით, ასევე სპონტანურად დაგეგმილ აქციებს და ალბათ საზოგადოება დამერწმუნება, შარშან ეს იყო მაგალითი, როდესაც 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ სპონტანურად 10,000-ობით ადამიანი შეიკრიბა რუსთაველზე, სპონტანური აქციის შედეგად ფაქტიურად სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაუწყება, რაც პრაქტიკულად თავისთავად ეწინააღმდეგება სპონტანური აქციის არსს და შინაარსს. შესაბამისად, ეს კონკრეტული ცვლილებები არ არეგულირებს, ასე ვთქვათ, თავისუფალი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის და მანიფესტაციის შესაძლებლობას, არამედ პირდაპირ ზღუდავს ამ მიმართულებით თავისუფალ და რა თქმა უნდა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას. აქვე პარალელი მინდა გავაყო და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს კონკრეტული ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება მაშინ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მშვიდობიანი აქციების დროს ნიღბიანების მიერ არაერთი ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც დღემდე გამოუძლებელია და ამ მიმართულებით ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდავს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი და ამით დავასრულებ. ნიღბის ტარებას არ მაინც საინტერესოა ნიღბის ტარების აკრძალვას ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, ბარემ რო თქვათ. მე ვამბობ მოქალაქეებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე დავასრულებ, შეფასებას ვაკეთებ კანონის. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მოძალადეები, მათ შორის ხაზგასმის უნდა აღინიშნოს პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებზე მოძალადეები,
ამ ეს ადამიანები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მათ მიმართ არ დამდგარა. კარგი იქნებოდა ამ მიმართულებით ეზრუნა ხელისუფლებას და არა მშვიდობიანი მანიფესტაციების შეზღუდვა და საპოლიციო რეჟიმის გამყარება. მადლობა. სხვა კითხვები თუ არის, მე მგონი ჯობს რომ კი ბატონო გურამ გისმენთ. პირველ რიგში აუცილებლად საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ პროტესტის გამოხატვის უფლება არ ნიშნავს სხვისი უფლებების შეზღუდვას, შელახვას, დაზიანებას, ძალადობას, ბატონო გურამ. ძალადობას და ასე შემდგომ. რატომღაც საბოლოოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამწუხაროდ უფლებების დაცვაზე საუბარი მიდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უნდა Deep States, Global Romance Partners და მის წარმომადგენლობას საქართველოში. მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვიზეც აწყობთ. დანარჩენ შემთხვევაში ეხა ჩვენმა კოლეგამ აქ ისაუბრა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობაზე და თქვენმა პარტიამ ოდესმე თუ ხმა მოიღო ჟურნალისტებზე ძალადობაზე, იმედის, რუსთავიორის, საზმაუს, პოსტივის თუ დაფიქსირდა ოდესმე თუ გაგიგიათ რომ ყოველთვის და დღესაც ნებისმიერ ძალადობაზე საჯაროდ არ მახსოვს რომ პოლემიკის რეჟიმი ეხლა რომ ამ კომიტეტზე გჭირდებათ ეგ არ ვიცი მაგრამ საჯარო განცხადება და დაგმობა იმის რომ პირდაპირ ეთერში მიდის დღემდე სამწუხაროდ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ამას თქვენ ეძახით გამოხატვის თავისუფლებას ჯერ ერთი მე მეორეც მშვიდობიანი მოქალაქეები ის რამდენიმე ათეული ადამიანი თუ არის ვისაც უნდა რომ გადაკეტოს რუსთაველის გამზირი და მილიონზე მეტ ადამიანს შეუქმნას საფრთხეც და დისკომფორტიც დანარჩენები ძალადობრივი ადამიანები არიან მოქალაქეები თუ როგორ მშვიდობიანი პროტესტი უნდა გააკეთო და შეძლო ისე რომ სხვას არ შეუქმნა დისკომფორტი კი ბატონო რა თქმა უნდა აი თუ ისეთ ადგილზე სადაც არ ქმნი დისკომფორტს არავისთვის და აპროტესტებ აი იქ თუ ვინმე შეგზღუდა კი ბატონო ამაზე მაშინ რა თქმა უნდა ჩვენც ვიტყვითო ეს დარღვევა და ეს დაუშვება და არც იქნება ასე არც იქნება მაგრამ ეხლა როცა ადამიანებს აქვთ იმისი სურვილი და ამას აცხადებენ სხვათა შორის საჯაროდ აცხადებენ პირდაპირ კი არ მალავენ ამას რომ ზიანის მიყენება უნდა ქვეყნისთვის საზოგადოებისთვის რატომ იცით რომ აი ეს პროტესტი რომელიც ნელ-ნელა მილევადია იმიტომ არის მილევადი რომ მათივე ამორჩეველი მიხვდა რომ არ არის ეს სწორი მიმართულება აი იქ უნდათ რომ როგორმე გაზარდონ პროტესტი ამას არც მალავენ საჯაროდ და მაშინ თუ თქვენ ამას ხარს უჭერთ ესეც უნდა ვიცოდეთ რომ ხელოვნურად შექმნილი თქვენ მხარს უჭერთ გამოდის ხელოვნურად შექმნილი პროტესტის გაღვივებას და არა იმას რომ ადამიანებს ნახეთ პროტესტის შინაარსი რა არის რომ მე და რამდენიმე ადამიანს გვაქვს იმის სურვილი რომ ხელისუფლებამ სოფლიო საზოგადოებამ გაიგოს რას ვაპროტესტებთ და არა იმას რომ მე თქვენ და თქვენ ოჯახის წევრებს დისკომფორტი შეგიქმნათ ეს არის აქ ზუსტად ამაზე საუბრობდა მომხსენებელი რომ საუბარი არის პროტესტის გამოხატვის თავისუფლებაზე იმ ფორმით რომ მილიონობით ადამიანს არ შეექმნას დისკომფორტი. სად არის აქ მაშინ დემოკრატია, რას ნიშნავს უმრავლესობის მმართველობა? ეს არის მოცემულობა ზუსტად და მაშინ დააფიქსირეთ თქვენმა პარტიამ რომ ხარს უჭერთ იმას რომ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ოფიციალურად მილიონობით ადამიანს. დაუჭერთ მაშინ ამას ხარი და საზოგადოება მიხვდება საომავლოდ საბოლოოდ თქვენს პოზიციას. ასე რომ ამ პროექტში არის ზუსტად იმაზე საუბარი, რომ პროტესტის ფორმა დღეს კარგად იცით თქვენ მათ შორის რა ფორმას იღებს პროტესტი, დარეგულირდეს და ვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევს ამ მერე საბოლოოდ ამის დარეგულირება. თქვენ ვერ ხედავთ იქ პოლიციელები რა დღეში არიან? ერთი თუ გითქვამთ, თან თქვენი პარტიის ლიდერი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ერთი თუ გითქვამთ, რომ პოლიციელების მისამართით ასე უსამართლოდ არატო ილანძღები ან შეურაცხყოფას რატო აყენებ და ასე შემდგომ. გამოგიხატავთ ეს პროტესტი? ეს არის მოცემულობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენი თავმჯდომარე არის იყო პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიმეორებ, თუ გაქვთ შენიშვნები, რა თქმა უნდა, მოცემულობა არის ეს რომ უნდა თქვათ, მაგრამ ის რომ პროტესტის ფორმა სადაც უნდა და ვისაც უნდა ისე გააკეთოს, იმიტომ რომ მე მილიონობით ადამიანმა ვერ შეძლოს თავისი უფლება რომ სამსახურში წავიდეს. თავისი უფლება განახორციელოს, რომ სამსახურში წავიდეს ან იქ სადაც უნდა. იმ ადამიანებად არ ცნობ თუ როგორ არის საქმე. მადლობა. კითხვები, მოსაზრებები?
ბატონ თენგიზ. ბატონ გიგა, დაზუსტების საშუალება უკაცრავად ბატონ. თავარი რასაც დაზუსტებები არის, როდესაც კითხვა ისვე, მაგრამ პოზიციის დაზუსტება, ესეთი პროცედურა არ არსებობს საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად აქ ბატონ გურამს ვფიქრობ შეფასების კანონპროექტის შეფასების ნაცვლად შეაფასა ჩემი გამოსვლა და ალბათ იობა უნდა უნცეთ პასუხი. შესაძლებლობა მოგეცემათ ოღონდ უკვე ჟურნალისტებთ შემდგომ. და არა დავიცვათ რეგლამენტი. შეფასების დაზუსტება ასეთი რამე არ არსებობს, არსებობს კითხვის დაზუსტება. რაც შეეხება თქვენს ნათქვამს ბატონო გიგა. თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო გადაწყვეტილებებიდან ბატონ არჩილ, ბოდიში ბატონ თენგიზ სურდა გავცემ. კი ბატონო. თქვენ ბრძანეთ ასეთი რამ გავიმეორებ, რომ ჩემს მიერ ნათქვამი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან ამონარიდი, ეს არის ფასადური და უზრუნველყოფს საპოლიციო რეჟიმის ჩამოყალიბებას. ანუ თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და სტრასბურგის ევროპული ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო უზრუნველყოფს საპოლიციო რეჟიმის ჩამოყალიბებას. გილოცავთ, ყოჩა. ამავდროულად თქვენ რომ წაიკითხოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და სანამ აქ შემოვრძანდებოდით, კარგი იყო რომ წაგეკითხათ. იმიტომ რომ ზუსტად ანალოგიურ საკითხს ეხება შეკრებების და მანიფესტაციების თაობაზე მიღებული არის გადაწყვეტილება და სულ რამდენიმე წუთის წინ თქვენ ტყუილი ბრძანეთ. ტყუილი ბრძანეთ, რომ თითქოს წარმოდგენილი ცვლილებებით სპონტანური აქციის დროს ამ წარმოდგენილი ცვლილებებით ექნება აქციის მონაწილეს ვალდებულება, რომ გააფრთხილოს მუნიციპალური სამსახური თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც არის ტყუილი. იმიტომ რომ ნახავდით მოქმედ რედაქციას საქართველოს კანონის შეკრების და მანიფესტაციების შესახებ მერვე მუხლი გახლავთ, მერვე მუხლის პირველი პრიმი პუნქტი. სპონტანური და შეკრების მანიფესტაციის ორგანიზების ჩატარების შემთხვევაში დასაშვებია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებასა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში, იცვლება ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვადის დაუცველად, ანუ 5 დღიანი ვადის დაუცველად. ამ შემთხვევაში განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს დაუყოვნებლივ გონივრულ ვადაში, მას შემდეგ რაც პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების მანიფესტაციის ორგანიზების ჩატარების შესახებ ინფორმაცია. გილოცავთ ტყუილის თქვით მეორეც. ბევრი რამე შემიძლია მოგილოცოთ გარდა იმისა, რაც არ მინდა უბრალოდ პოლიტიკურ ნაწილში შევიდეთ, სამართლებრივ ნაწილში დავრჩით. კიდევ ერთი ტყუილი, რაც თქვენ ბრძანეთ და საერთოდ არაფერი არ გითქვამთ ამაზე, რასაც ბატონი გურამიც მიგითითებდათ, ეს იყო, რომ სიტყვა არ ამოგიღიათ დაშავებულ პოლიციელებზე, 150-ზე მეტ დაშავებულ პოლიციელზე. სიტყვა არ ამოგიღიათ მათ შორის, როდესაც მაგალითად თქვენ ჟურნალისტებად და ადამიანებად თვლით მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულად რომელიმე ტელევიზიის თანამშრომელს, მაგალითად ტv პირველს იქნება და ფორმულას, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ხედავთ, რაღაც შემთხვევაში ამაზე ერთ განცხადებას მაინც გააკეთებდით, თუნდაც ეხლაც გქონდათ ამის შესაძლებლობა, მაგრამ თქვენ ეს შანსი ხელიდან გავუშვით, რომ მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს პირდაპირ ეთერში, რასაც რამდენადაც არ უნდა იღიმოდეთ, ეხლა და გასაღიმი არ უნდა იყოს, სამწუხაროა, რომ გასაღიმია თურმე, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს პირდაპირ ეთერში ნიღბით შენიღბული ადამიანი ესვრის ფოიერვერკს ან ცრემლსადენ გაზს თუ წიწაკის სპრეის ასხავს სახეში და ამაზე თქვენ ერთ განცხადებასაც კი არ აკეთებთ. თქვენ მაგალითად კითხვაზე პასუხს თავი აარიდეთ, როდესაც ვერ გაეცით ყოველ შემთხვევაში რომ მომხრე ხართ თუ ეწინააღმდეგებით, რომ შეკრება და მანიფესტაციის მიმდინარეობისას ადამიანს სახე დაბურული კონდეს, ეკეთოს ნიღაბი. ეწინააღმდეგებით თუ მომხრე ხართ. მარტივი მიზანი არის ნიღბის აკრძალვა, ხო? იმიტომ არის ეს ყველაფერი აკრძალული, რომ ისევ და ისევ არ შეაფაროს ადამიანმა თავი ნიღაბს, არ ჩაიდინოს დანაშაული, არ დაარღვიოს სხვისი უფლებები და ამით პასუხისმგებლობას გაექცეს. რაც შეეხება წარმოდგენილ ცვლილებებს, როგორც მოგახსენეთ, არ არის შეკრებას და მანიფესტაცია აბსოლუტური უფლება.
მისი უფლებების შეზღუდვა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს დამსჯელი, შესაძლებელია რომ შეიზღუდოს მის განხორციელება, იგივე აქვს დამსჯელი სტრასბურგის სასამართლოსაც. მაგალითისთვისაც, მოქმედი რედაქციისთვისაც და ასე იყო, ათეული წლებია, მაგალითად პენტენციური დაწესებულებიდან გარკვეულ რადიუსში დაუშვებელია, პირდაპირ აკრძალულია შეკრების და მანიფესტაციის ჩატარება. დაუშვებელია მაგალითად სამართალდამცავი ორგანოების შენობების, სახელმწიფო დაწესებულებების შეკრების და მანიფესტაციების ჩატარება. დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეკრების და მანიფესტაციის ჩატარება. ისე სხვათა შორის თქვენი გუნდის წევრმა ჩაატარა შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც ახლა სხვა დანაშაულისთვის სასჯელს იხდის. ბატონი უნისე მყავს მხედველობაში, სკოლაში ბავშვებთან სადა შეკრების და მანიფესტაციის ჩატარება, ჭყალებში რა თქმა უნდა. ამაზეც კი, თქვენი გუნდის წევრია, კი. ერთი განცხადება არ მახსოვს, რომელიცაც თქვენ გაიმიჯნებოდით ასეთ ქმედებას. ან მაგალითად გაიმიჯნებოდით, რომ არ შეიძლება რომ გამოიყენო ფოიერვერკი ესროლოს სამართალდამცავ ორგანოს, რომელიც დაკარგავს თვალს, დაკარგავს მხედველობას, ან ისეთი სამედიცინო ტრავმა მიადგება, რომ უბრალოდ ამის გაჟღერებაც არ მინდა, იმიტომ რომ არ მინდა ამ ადამიანს კიდევ თავისი ტკივილები გაუღვივო და კიდევ ერთხელ მადლობას გადაუხდი სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, პირველი განხილვის შესაძლებლობა რა თქმა უნდა ჩვენ პლანურის თომაზეც გვექნება. კიდევ უფრო აქტიურად დარწმუნებული ვარ ამის ვოლოდინიც რა თქმა უნდა ყველას გვაქვს, რომ ჩვენი შემოთავაზებული ცვლილებებით ბალანსი იქნება ერთი მხრივ დაცული და მეორე მხრივ ის მავნებლური ძალები, რომლებიც ცდილობენ რომ ისევ და ისევ გარედან მიღებული დავალების და დაფინანსების პირდაპირ მათივე განაცხადებიდანაც შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი ამოვიკითხოთ და გავიგონოთ, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ რომ კანონიდან გამოსავალი იპოვონ ისე რომ სხვებზე იძალადონ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ 1,5 მილიონზე მეტ ადამიანზე და მხოლოდ ადამიანებად თვლიან იმ ადამიანებს, რომლებიც სხვის დაკრულზე ცეკოვენ, ხოლო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები მათ მხოლოდ ბიომასად მიაჩნიათ და ამ განცხადებასაც არ გამიჯნია თქვენი გუნდი. სამწუხაროდ ბოდიშვიხტის საზოგადოებასთან რომ ამ ფრაზის გამეორება მიწევს, რომელიც ნაცსექტაში გაერთიანებულმა ერთ-ერთმა ადამიანმა იკადრა, რაც არ უკადრია 30-იან და 40-იან წლების ევროპაში მოქმედი ძალების დამარცხების შემდეგ არც ერთ ადამიანს და ჩვენ საქართველოში კონდა ასეთი შემთხვევა, რომ ბიომასა უწოდეს ადამიანების სეგრეგაცია ხდება, მაგალითად ვინ არის მომხრე და ვინ არ არის მომხრე და მხოლოდ ადამიანებად ითვლებიან ის ადამიანები, ის პირები, რომლებიც კონკრეტულ პირებს მოსწონს, მაგალითად კაპიტან გიგაურს მოსწონს, ან ხალბატონ ლუნჯარიას მოსწონს და სხვა ადამიანები არ არიან. ჩვენ კიდევ ვთქვათ, რომ დიახ, ადამიანები ყველანი არიან და ადამიანებს შორის თანასწორობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ის ზუსტად ისევე როგორც ამას გვავალდებულებს ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი ამორჩეველი და ამავდროულად ქვეყნის უზენაესი კანონი. კონსტიტუცია. კოლეგებო, ეხლა კიდევ ერთხელ პროცედურასთან დაკავშირებით, რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ კითხვების და შეფასებების ეტაპი გაერთიანდა. მე მგონი ყველავთან ხვდებით ამაში. ბატონ თავმჯდომარე, ძალიან გიხოთ ნება უნდა მოხდეს რამდენიმე წუთით პასუხი გავცე ბრალდებებს, რომელიც გამორთეთ ბატონ გიგა მიკროფონი, როცა ვსაუბრობთ, თუ მოგცემთ საშუალება, შეგიძლიათ ამ შემთხვევაში განაგრძოთ საუბარი. ასეთ დროს ვინაიდან ჩვენ გადავედით რეალურად შეფასებების ნაწილზე, ეს თავისთავად არის უკვე ფინალური ეტაპი, დასკვნითი ეტაპი ზოგადად, როცა ხდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა. ამიტომ გასაგებია რომ შეიძლება არსებობდეს მოსაზრებები, პოლემიკის გაგრძელების სურვილი, თუმცა ამისთვის არსებობს სხვა ფორმატები, პლენარული სხდომა, სადაც კითხვის დასმის საშუალებაც აქვს თითოეულ დეპუტატს, მოსაზრების გამოთქმის საშუალებაც არსებობს და რაც თავარია მეორე მოსმენითაც შეგვიძლია რომ კომიტეტის ფორმატში, თუ მაინც კომიტეტის ფორმატში არის ასეთი, ასე ვთქვათ, სურვილი, გავაგრძელოთ უკვე მუხლობრივი განხილვის და პუნქტობრივი განხილვის ფარგლებში ეს ყველაფერი. ამიტომ ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ჩვენ შეგვიძლია რომ ჩავთვალოთ განხილულია, მომხსენებელმა წარმოადგინა აღარ იქნება, ვეღარ იქნება ეს შესაძლებლობა, ბატონო არჩილ, წარმოადგინა პრინციპების დონეზე ერთიანად მთელი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შესაბამისად ამით პირველი მოსმენით კომიტეტის ფარგლებში განხილული გახლავთ საკანონმდებლო ინიციატივა. ასე რომ
მადლობა ბატონო მომხსენებელს და თავმჯდომარე, არ გავაგრძელოთ ვაძლევთ რომ იმ ბრალდებებს რაც ჩემს მიმართ გააჩნია ჩვენი გუნდის ბატონო გიგა კიდევ ერთხელ გეუბნებით შეიძლება თქვენს გქონდათ გარკვეული ბრალდებები მე შეფასება გავაკეთე კანონ პროექტის წარმოდგენილი კანონ პროექტის და დებატებში გავცდებით რეგლამენტს დავიცვათ რეგლამენტი პატივისცეთ რეგლამენტს და შესაბამისად ვიმოქმედოთ როდესაც განსხვავების მიდანაც კარგი იქნება ჩვენ მეპია და ნამდვილად პატივს რეგლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ყველა იცავს რეგლამენტს ბატონ თენგისაც სურდა თავისი ალბათ პოზიციის დაფიქსირება თუმცა კიდევ ერთხელ წესია და დავიცვათ ეს წესი კი ბატონო, ესე იგი ორივე საკითხი, რომელიც იყო დღის ეს რიგით განხილული, შემოთავაზებული ჩვენ განვიხილეთ, შესაბამისად შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრის ეტაპზე. პირველი საკითხი ეს გახდათ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი კანონის პროექტი პოლიციის შესახებ კანონისწულების შეტანის თაობაზე და ამავე პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები მოხსენებელი გახდათ ბატონი ალექსანდრე დარახველიძე. ვუყაროთ კენჭი წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას. ბატონ თორნიკე, სუსთან დაკავშირებული, სუსტ აკადემიასთან დაკავშირებული ცვლილებების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. დიახ, ეს საკითხი იქნა დაყენებული, შესაბამისად თავისთავად კენჭს უყრით უკვე ამ ინიციატივის, ესე იგი ინტეგრირების ფონზე შეიძლება ითქვას ხსენებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში. ვინ არის მომხრე კოლეგებო, რომ ხარი დაუჭიროთ? ხარდაჭერილი არის აღნიშნული ინიციატივა, აბსოლუტური კონსენსუსი არსებობს დარბაზში და მეორე საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ბატონმა არჩილმა წარმოადგინა, ეს არის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება თამდევ ცვლილებებთან ერთად, ვინ არის მომხრე? ხარდაჭერილია ერთხმად, დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია კომიტეტის სხდომა დახურულად შეიძლება გამოაცხადოთ. გმადლობთ მუშაობისთვის.